მოკლედ ჩვენ გავაგრძელოთ ინტერნეტ სიახლეებით ჩვენი ურთიერთობა და ფაფდედის იგივე შონ დიდიქომსის სასამართლო პროცესი ნაფიცი მსაჯულების შერჩევით დაიწყო, უნდა გითხრათ, რომელსაც თავად რეპერიც ესწრებოდა პოტენციურად ნაფიც მსაჯულებს დაუსვეს შეკითხვები, რათა გაეგოთ რამდენად კარგად იცნობენ ისინი რეპერის საქმეს. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ დასრულდა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი და იმისთვის რომ ფაფდედის სასამართლო დაიწყოს, მოსამართლემ 12 ნაფიც მსაჯული და 6 სათადარიგო უნდა შეარჩიოს. მედიის ცნობით პროცესის მოსამართლის ვინაობა ანონიმური იქნება, ასევე იკრძალება ფოტო-ვიდეო გადაღებაც და როგორც BBC წერს, ფაფდედის სასამართლო პროცესი 2 თვეს გაგრძელდება. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ამერიკელ რეპერს ბრალს სექს ტრაფიკინგში, რეკეტების მოწყობასა და ქალების პროსტიტუციაში იძულებით ჩართვაში ადანაშაულებენ, მოკლედ ჩამონათვალიფრცელია. კი, მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრია, რა თქმა უნდა, როგორ განვითარდება მოვლენები, რადგანაც ჯერ შოკიდან ვერ გამოვიდა, ასე ვთქვათ, მსოფლიო იმ ინფორმაციის შემდეგ, რაც ამ კონკრეტულ რეპერთან დაკავშირებით გავრცელდა. რაც შეეხება კიდევ ერთ ადამიანს, რომელზეც მინდა რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს, ჯერ ესეთი დაბადების დღე აქვს ლეგენდარულ მსახიობს და თან აი უცებ იმ პორტრეტიდან ამ პორტრეტზე გადმორთვა განსაკუთრებულად მომწონს, იმიტომ რომ ბევრი ღირსებებით არის შემკული, მოკლედ ქალბატონების გულთამყრობელი ჯორჯ კლუნი დაიბადა დღეს და გახდა 64 წლის. სწორედ ამიტომ მის შესახებ რამდენიმე საინტერესო დეტალი გვინდა რომ გაგიზიაროთ. გარდა იმისა, რომ კლუნმა ისეთი კინოგმირების შექმნა, რომელთა განსაკუთრებულ მეგობრულ თვისებებზე შეიძლება ხაზგასმა, ჰოლივუდელი რეალურ ცხოვრებაში ძალიან კარგი მეგობარი აღმოჩნდა. აი მაგალითისთვის გეტყვით რამდენიმე ამბავს. ცნობილია მისი და ბრედ პიტის სამაგალითო ურთიერთობის შესახებ. უფრო მეტიც, ერთ-ერთ საქველმოქმედო კამპანიაში გადაღებისას კლუნმა ისეთი მაისური მოიგო, რომელზეც ბრედ პიტის პორტრეტი იყო დაბეჭდილი და ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრედ პიტის ფანი გახლავს, მეგობარი. ასევე 2013 წელს 14 უახლოეს მეგობარს მილიონი დოლარი ჩამოურიგა. იმ დროისთვის ჯორჯს არც ცოლი ყავდა და არც შვილები და არც ფიქრობდა, რომ ოჯახს შექმნიდა. თუმცა ძალიან მალე 2014 წელს უკვე ჯორჯი და ამალ კლუნები დაქორწინდნენ და 2017 წელს უკვე მათ ტყუპები შეეძინა და აი ამერიკელმა მსახიობმა ღია წერილი გამოაქვეყნა, ძალიან ესე თქვა ღირსეული მიმართვა გააკეთა მედია საშუალებებისთვის, რომლებსაც თხოვდა, რომ მათი შვილების ფოტოები არ გამოექვეყნებინათ და სახეების დაფარვის გარეშე. მსახიობი აღნიშნა რომ ბავშვების სახეების გამოჩენა მათ საფრთხეს უქმნით, რასაც კიდევ უფრო ამწევებს მისი მეუღლის პროფესია. ალბათ იცით, რომ ამალ კლუნი ადამიანის უფლებების დამცველი გახლავთ. პანდემიისას თვითიზოლაციაში მსახიობს ახალი ინტერესიც გამოუჩნდა და უნდა გამოგიტყდეთო, ასე ამბობს, რომ ახალი ჰობი გამიჩნდაო. დღეში ორჯერო სარეც მანქანას ტანსაცმლით ვავსებ და თებშებს ვრეცხაო. ეს ყველაფერი კი ჩემი შვილების დამსახურებაა. კარგი ჰობი უპოვია. ჰოლივუდის გამორჩეული სახე ამბობს. როგორც მისი მეგობრები ირწმუნებიან, კლუნი არა მსახიობი, კლუნი მსოფლიოში ახალგაზრდული კულინარი გამოვიდოდა. რატომღაც კლუნი ამ გატაცებას დიდი ხნის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა ერთ დღეს, როდესაც მსახიობს სტუმრები ეწვივნენ და ჯორჯმა 30 ადამიანს საკუთარი ხელით მომზადებული ინდაურის ხორცის კერძებით გაუმასპინძდა, ერთ-ერთმა სტუმარმა კლუნი ამერიკულ მასმედიაში დააბესხა. ამის შემდეგ კლუნი პოპულარული წესამყვანის დევიდ ლეტერმანის თოქ-შოუს დაესწრო და სიამოვნებით გაუმხილა მაყურებელს კულინარული ხელოვნების წვრილმანი საიდუმლოებანი. ესე იგი, რამდენად მრავალფეროვანი ადამიანია. ძალიან საინტერესო. ნილოცავ დაბადების დღე კიდევ ჯორჯ. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენი ბედნიერი ცხოვრებით და თქვენი მეგობრებიც როგორც ჩანს კმაყოფილები იქნებიან თქვენთან მეგობრობით. და ჩვენ რეჟისორი იქნება კმაყოფილი რეკლამაზე, როცა გავალთ, ამიტომ გავედით რეკლამაზე, შემდეგ კურიერი.